დღეს განვიხილოთ მეხუთე სიუჟეტს ქალური არქეტიპებისა ზღაპრებში, რომელსაც ქვია გაღვიძებისა და გადარჩენის მომლოდინე. მისი ფაბულა საკმაოდ მარტივი არის, გმირი ხვდება სიტუაციაში, რომელსაც თავს ვერ ართმევს და ითხოვს დახმარებას ყვანწვილისაგან. მძინარებს ზეთუნახავი, მკვდარი, მეფის ასული იღვიძებენ მხოლოდ პრინცის კოცნის მეშვეობით. ბრძენი ვასილისას შეყვარებული ათავისუფლებს კოშეის ტყვეობისაგან, ზოგი პრინცესა დრაკონის ჯადოქრის მიერ არის დატყვევებული და ითხოვენ გათავისუფლება. ზოგი კოშკშია, ზოგი გამოქვაბულშია და ყველა გმირი, რა თქმა უნდა, შეპყრობილი არის ამ გათავისუფლების ძალიან დიდი სურვილით. გმირი გარეგნულად აბსოლუტურად პასიური არის და ის აძლევს უბრალოდ მამაკაც საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, მისი დახმარების ამოცანა კარგად შეასრულოს. ფაქტიურად მამაკაცი ავლენს აქონება გამჭრიახობას, თავის ასე ვთქვათ აქტიურობას და ღირსებას უნარებს და ყველაფერი რაც კი შეუძლია აკეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისაც, რომ ქალი გაანთავისუფლოს. ესეთი ისტორიები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, ეს არის მძინარებს ზეთუნახავი, ზღაპარი მკვდარი მეფის ასულზე და 7 გმირზე, ფიფქია და 7 ჯუჯა, ალისფერი იალქანი, ასევე პერსეისა და ანდრომედას შესახებ მითი, მეფის ასული ბაყაყი და სხვა უამრავ სიუჟეტში ხდება, თამაშდება ეს სიტუაცია. ფსიქოლოგიური კონსულტირების პრაქტიკაში ცნობილი არის ისეთი ქალური სცენარი, როგორიც არის პრინცის მოლოდინი. ქალი ელის პრინცს იმ იმედით, რომ ის მოვა და რაღაცა, ესე იგი, სასწაულებს მოულენს, ცხადია გადაარჩენს და იხსნის მოსიხარულო რეალობისაგან და ის ცხოვრობს ამ ილუზიით, რომ პრინცის მოსვლით, ესე იგი, მისი ცხოვრება საოცრად შეიცვლება უკეთესობისაკენ. ამ სცენარის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ თავად ქალი არაფერს აკეთებს თავისი ცხოვრებისათვის და აი გამოხსნელი გმირის იმედი აქვს. რა დგას ასეთი გმირის უკან? განსაკუთრებით ესე იგი ეს მოლოდინის სიუჟეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქალწულის ძილს ბროლის კუბოში. ერთ-ერთი პირველი მძინარე ზეთუნახავი შეიძლება განვიხილოთ, ასევე უბრალოდ მძინარე ზეთუნახავი შეიძლება უწოდოთ ვალკირია ბრუნხილდს, რომელიც არის სკანდინავიის ქვეყნებისა და გერმანიის გერმანული ეპოსის გმირი და აქ ასეთი სიუჟეტია, რომ უმაღლესი ღმერთი ოდინი უბრძანებს ბრუნხილდს, რომ დაკვირვებოდა ორი მეომრის ბრძოლას, ახალგაზრდისა და მოხუცებულის და ამავე დროს ვალკირიას ჰქონდა ინტერესი, რომ ხარი დაეჭირა მოხუცისათვის და მისი და ოდინის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოდინის ჩანაფიქრით ახალგაზრდა უნდა მოკვდარიყო და ადგილი უნდა დაემკვიდრებინა ვალგალაში, ანუ ადგილში, სადაც ყველაზე სახელოვან ბრძოლებში დაღუპული და გმირები იყვნენ და იმყოფებოდნენ. ბრუნხილდი აკვირდება ამ ბრძოლას და ოდინის სურვილს უსამართლოდ მიიჩნევს, ამიტომ მისი შეხედულებით ვალგალა უფრო შეეფერება მოხუცს და სწორედ ეს მოხუცის სული მიჰყავს ვალგალისაკენ. მაგრამ აი ასეთი დაუმორჩილებლობის გამო უმაღლესი ღმერთის ოდინის მიმართ ის რისხდება და ეუბნება ვალკირიას, რომ მისთვის ძალიან ძნელი არის მოიძებნოს მისი შესაფერისი მამაკაცი, ის დააძინებს ბრუნხილდს და ჩაიყვანს მიწაზე. მისი ნების თანახმად ვალკირია გაეღვიძებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას აკოცებს ნამდვილი გმირი, რომელიც იქნება ღირსეული და შესაფერისი მისთვის. ვიდრე მარტოხელა ბრუნხილდს ეძინა, მრავალი მამაკაცი საკმაოდ გამორჩეული სიმამაცით
კოცნიდა მას, მაგრამ მას არ გაუღვიძია. რადგან არავინ არ იყო მისი ღირსი და მისი ტოლი და გავიდა მრავალი წელი, ვიდრე დაიბადებოდა დედამიწაზე სიგურდი, გერმანულად ზიგურდი და სწორედ მისი კოცნის შედეგად გაეღვიძა ვალკირიას და შეუყვარდა იგი. ვალკირიას და გმირის სიყვარულის ისტორია ტრაგიკულია და ჭკუის სასწავლებელია, მაგრამ ჩვენ ამ მოცემულ მომენტში გვაინტერესებს სიმბოლიზმი ძილისა, რაც ნიშნავს, რომ ბრუნხილს უნდა ეძინოს და ეს დაახლოებით 100 წელი გაგრძელდა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი სიმბოლურია და რას ნიშნავს ეს ვალკირიას ძილი ფაქტიურად იცავს მამს ცრუ ვნებებისაგან და გატაცებებისაგან. ის ამგვარად ოდინის სასჯელი მისთვის დამცველია მისი პიროვნების და არსებობს ერთგვარი ზეციერი რჩეული გმირი, განსაკუთრებით გამორჩეული და მისი შესაფერისი, მისთვის განკუთვნილი და საჭიროა სწორედ მას დაელოდო. და არა მოხდეს უნდა ისე, რომ აი რაღაც უგირსებთან ურთიერთობაში იმყოფებოდეს და ამიტომ საჭიროა ჯობია რომ ძილში ჩაიძიროს ის. რა თქმა უნდა, ის რაც დაშიფრულია ზღაპარში შეიძლება ასე ვთქვათ ბუკვალურად არ იქნას გაგებული, იმიტომ რომ ცხადია ხა ვერავინ ვერ განახორციელებს იმას, რომ 100 წლის მანძილზე ეძინოს, რათა გაიღვიძოს ასე ვთქვათ ღირსეული პრინცის კოცნისაგან. ძილი მოცემულ კონტექსტში არის ქალური აქტივობის სიმბოლო, რომელიც სხვანაირად უნდა იქნას გაგებული. ეს არის ერთგვარად საკუთარ თავში ჩაღრმავება, თვითგანვითარებისაკენ მიმართული მდგომარეობა და აი დაძინება ბროლის კუბოში ნიშნავს სწორედ საკუთარ თავზე კონცენტრირებას და საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებას. ეს არის თვითგანვითარებას, სულიერი განვითარებას, აქ ესე იგი ხდება გრძნობათა კულტურის დახვეწა სხეულის სრულყოფისათვის და ასეთი მოღვაწეობის წყალობით ქალი გადალახავს მისთვის დამახასიათებელ ინფანტილიზმს, სწავლობს მოსმენას, საკუთარი თავის მოსმენასაც და გაგებასაც და ასევე გარშემო ყოფი ადამიანების ბუნების შეცნობასაც. ასე ის ემზადება იმ ერთადერთ შეყვარებულთან შესახვედრად, რომელიც მას განგებამ განუკუთვნა. თვითგანვითარებაზე მუშაობა ცხადია დროს მოითხოვს, ამით აიხსნება გმირის ძილის ხანგრძლივობა და ბროლის კუბო არის სიმბოლო სულიერი სისუფთავისა, მენტალური, ემოციური სიჯანსაღისა და ასევე დაცულობისა. ასე რომ ჩანს, რომ გმირი პასიურად სულაც არ არის მოლოდინის და გადარჩენის რეჟიმში, ის სულიერად შრომობს. ამასთანავე დაზღვეულია მცდარი მოქმედებებისაგან, რომლებიც შეიძლება ჩართულიყო როგორც ნაკადი მის ცხოვრებაში, მას ძინავს ამ ბროლის კუბოში, მაგრამ სინამდვილეში უფრთხილდება თავისი სუფთავებს და ამზადებს საკუთარ თავს აი ამ პრინცთან, ღირსეულ პრინცთან შესახვედრად. კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი ამ სიუჟეტისა არის კოცნა მშვენიერი პრინცისა. ზეთუნახავი იღვიძებს სწორედ აი ამ კოცნის მეშვეობით და ამ კონტექსტში გმირი არის სიმბოლო მძინარე ქალურობისა, ქალურობის ენერგიას მასში ძინავს, რომელსაც აინიცირებს მამაკაცის საწყისთან შეხება. მამაკაცთან კონტაქტი აუცილებელია ქალისათვის, რათა გაეღვიძოს და დაინახოს საკუთარი სამყარო სხვა თვალებით. თუკი ჩვენ გსურს ბნელი ოთახის სინათლით, ელექტროსინათლით განათება, საჭიროა ცხადია ვიპოვოთ ჩამრთველი, რომ შუქი ავანთოთ. მამაკაცი ქალისათვის არის თავისებური ჩამრთველი, ამიტომ ყოველი ქალი დაწყებული ადრეული ასაკიდან ისწრაფვის მათთან კონტაქტისაკენ, სიყვარულისკენ, რათა ჩაირთოს, რათა გაიღვიძოს.
მართალია ზოგი მამაკაცი ჩამთველად ვერ გამოდგება და პირიქით შეიძლება გამომმართველის ფუნქციას უფრო ასრულებდეს. ეს იმ შემთხვევაში და საუბარია მტაცებლის ტიპის მამაკაცებზე, მაგრამ ეს უკვე სხვა არქეტიპის სიუჟეტია. მამაკაცის მისია გააღვიძოს ქალში ქალი. შემდგომ კი ქალრობის ენერგია, სიყვარულის ენერგია დაიწყებს ქალის შეცვლას. ის ფიზიკურად იფურჩქნება, ემოციურად, მენტალურად და სულიერად, მაგრამ კოცნის გარეშე არაფერი გამოდის. კოცნა გარდა სინაზისა და სიყვარულის პირადი გამოვლენისა არის ასევე სულიერი კავშირის სიმბოლოც. პრინცი კოცნის მდინარე მზეთ უნახავს და ამგვარად მიახლება მის სისუფთავეს და ამგვარი ეს კოცნა მძინარე საყვარელი ქალისა ავსებს მამაკაცს განსაკუთრებული მოთმინებითა და ფაქიზი განცდებით ის მიახლება რაღაც არამიწიერს და მშვენიერს და ეს სისუფთავის ძალა, რომელიც გადაეცემა მამაკაცის კოცნით, რომელსაც შეუძლია ქალის განახლება და გამოღვიძება. კოცნის მეშვეობით მამაკაცი აძლიერებს თავის თავში საკუთარი ცხოვრების აზრს, ის ემსახურება სისუფთავეს და ქალს იცავს მას, აძლევს მას ძალას გამოღვიძებისა და განახლებისათვის. ეს არის მისი მისია, ეს არის მისი აზრი. ამას გარდა კოცნა პრინცისათვის საკუთარი მოქმედებათა შედეგიანობის სიმბოლოც არის. მან ბევრი რამ დაძლია, რათა მძინარე მზეთ უნახავამდე მიეღწია. ახლა კი მან მიაღწია თავის მიზანს, თუმცა განახორციელა ძალიან კარგი ნაბიჯი ქალის გაღვიძებისაკენ და თავის მისია ამით შეასრულა. მამაკაცი რომ აქტიური იყოს და შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ქალისათვის აუცილებელია გამოავლინოს გარეგნული პასიურობა. თუ კი ის თავად ისწავლის გამოღვიძებას, თუ კი ის აღარ აღმოჩნდება ხოლმე მომტაცებელ დრაკონებთან ბრძოლებში, და თავად აირიდებს, აიღებს საკუთარ ხელში ხმალს, מחვილს, როგორც მამაკაცი შეძლებს თავისი ძალის გამოვლენას, ამასთან ქალს მოუწევს მოიპოვოს სიბრძნე, ღვთაებრივი მადლი, რათა უშეცდომოდ განსაზღვროს მრავალ გმირთა შორის ერთადერთი და ამაში მას უშველის შემდეგი არქეტიპული სიუჟეტი, რომელიც არის გონება მახვილური საცოლეში გადმოცემული.